თავი მესამე. და კვლავ შევიდა სინაგოგაში. იქ იყო კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ, ხომ არ განკურნავდა შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. უთხრა ხელგამხმარ კაცს. შუაში დადექი. მათ კი უთხრა. შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა. სულის ხსნა თუ დაღუპვა. ისინი დუმდნენ. იესომ რისხვით გადახედა მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და იმ კაცს უთხრა. გაიწოდე ხელი. მანაც გაიწოდა ხელი და მოურჩა ხელი. ფარისევლებმა გამოსვლისთანავე მოითათბირეს ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მოვიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს რა მოიმოქმედა მან. თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროებინა იგი. რადგან ბევრი განკურნა მან, ზედაწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა და ცდილობდა, რომ შეხებოდა მას. არაწმიდა სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ. შენ ახარ ძე ღვთისა! იესომ კაცრად უშლიდა მათ, რათა არ გაეცხადებინათ იგი. შემდეგ მთაზე ავიდა და მოუხმო, ვინც მას სურდა და წავიდნენ მასთან. 12 ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. ამოარჩია 12. ზედმეტ სახელად მისცა სიმონს პეტრე. იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ აჭამეს. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წავიდნენ, რადგან ამბობდნენ, შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს. ელზებელი ჰყავს, ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნის. დაუძახა მათ და იგავებით ეუბნებოდა. როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს. და თუ სატანა თავის თავს წინაღუდგა და დაიღო, ვეღარ გაძლებს. აღსასრული დაუდგება. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს, მაშინ ღა გაძარცვავს მის სახლს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს და გმობა რამდენსაც უნდა გმობდნენ. ხოლო ვინც სული წმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ სამუდამო ცოდვის თანამდებია. რადგან ამბობდნენ, არაწმიდა სული ჰყავსო. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს. გარეთ დედა შენი და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გაძებენ. პასუხად უთხრა. ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები? მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა. აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღვთისნება შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.